კათოლიკოს პატრიარქს საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მიასვენებენ, მოქალაქეები ილია მეორეს ფეხით მიაცილებენ. სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები. სამებისკენ მიმავალ გზაზე ახლა სახალხო მსვლელობა მიმდინარეობს. საქართველოში გლოვის დღეები 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კვირას 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით ეს თავად ილია მეორის სურვილი იყო. სინოდი დღეს 2 საათის განმავლობაში იყო შეკრებილი, სხდომაზე მღვდელმთავრები პატრიარქის დაკრძალვის საკითხზე მსჯელობდნენ. შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც სინოდის წევრებთან ერთად ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. რუსეთის პატრიარქი ილია მეორე სრული ტიტულით არც სამძიმრის წერილში მოიხსენიებს, რათა ცხუმ აფხაზეთი არ ახსენოს. კირილმა სამძიმრის წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით არც წარსულში მოიხსენიებდა. ამერიკის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, რომ ამერიკის ხმა აღადგინოს. გადაწყვეტილების მიხედვით ამერიკის ხმის ნიუსრუმის სრულ განაკვეთზე მომუშავე 1000-ზე მეტი თანამშრომელი 23 მარტამდე უნდა დაუბრუნდეს სამსახურს. ტელეკომპანიამ კი მაუწყებლობა უნდა აღადგინოს.